მშვიდობისა ტკბილო გოგოშკება, აბა როგორ ხართ? ბონიტას მაისური ირგვი იყოს ჩემი პატარა. ყავას ვიკეთებ და როგორ მომენტი მაგცით? დილას რო გავიღვიძე, ანუ შეგრძნება მქონდა რომ შიოდა, ანუ საჭმელში ამამინდოდა რა, დილას ეხლა. ხო და ეხლა რო დავიწყე უკვე რა აბდექი ანუ ჩაი და ყავა დავდგი რაღაცა. ეხლა თითქოს ტკბილი მინდა და აღარ ვიცი რომელი მინდა. გაჭედილი ვარ. მისული ვერსია. ანუ რადგან სოსისი მინდოდა, სოსისი იქნება. პურიც იქნება. ეხლა რა არის დარჩენილი? მე რომ მიყვარს ეგ. ჩემი ძვირფასი გამხმარი ყველი. ეს სულ ესეთ საჭმელი მიყვარს ხალხო. ეს გამხმარი ყველი. შებოლილი რაღაცა, დამარილებული რაღაცა. აი ესეთი. რამე ნაზი. ქალური. სალატიკები. არა. მე ის ტიპი ვარ, მწვაძე და ხინკალზე, შაურმაზე რომ უნდა დაპატიჟო და არა ნამცხვარზე. პაემანზე. და რო ან უნდა გაიქცე და თუ არ გაიქცე, ვიდრე შესამუდამოდ. როცა ნახავ როგორ შევჭამ. და ერთიც ის ტკბილი. ესეც ადუღებულია. გავიკეთოთ ახლა არა კოფე. თუ კოფე. კოფე გავიკეთოთ, მოდი კოფე მინდა. გამშვიდობას.
არიშხლები წავდნენ და წამოყვნენ. ხოლო შენ კი დარჩები როგორც ნებწოლი. და ის რომელიც აღარასდროს იქნება ვინც იქამდე იყო. გაუმარჯოს ჩვენში გადატანილ გამართულ ბრძოლებს. მარცხიც გვასწავლის, გამარჯვებაც გვასწავლის. თავარი არის ერთი. ხო, არ ვნებდებით. Not good. This cake is so cute. კვერცხიდან შევიწო. მინდა ორი ცალი შემწვარი კვერცხი, ყველი და შავი კუდი. Chalanda. She bought another gun. სალამი ტკბილებო, აი აქაურობა ის მაგ როგორც გავშალე, 5 თითი გაკეთებული, მაგ 5 თითი არა. ეს არის ADHD-ის საუკეთესო მაგალითი. ესე იგი, გადაწყვეტილი მქონდა, რომ არასოდეს აღარ გავიკეთებდი აი ამას. ერთ დილას წამოვხტი და წამომარტყა, რომ აუცილებლად მინდოდა. ერთი ამოსუნთქვით გავიკეთე, ნუ რამდენადაც ერთი ამოსუნთქვით ეს შესაძლებელია და იმის მე 2 დღე გავიდა და ვფიქრობ, რატო გავიკეთე, რაც მინდოდა აძლევს მეზდევრად ჩემი ფრჩხილები და კაი ეს ბუნებრივი ფრჩხილები. და ეხლა თან მომწონს ეს თან და მომწონსთან რო გძელია ფრჩხილი, თან არ მინდა და ვერ გადამიწყვეტია რომელი უფრო მეტად მინდა. ამას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება ჩემს ცხოვრებაში, თორე ეს უკვე ან მოშორებული მექნებოდა, ან უკვე გაკეთებული მექნებოდა. უბრალოდ რთული პერიოდი დაემთხვა ჩემთან. ანუ რეალურად იანვარმა მომიტანა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი ინსაიტები, რაღაცა ძალიან მოულოდნელი რაღაცები, აი როგორი რაღაცა იცით? აი დიდი ხანია რომ რაღაცა იცი, დიდი ხანია რომ რაღაცა გაწუხებს, დიდი ხანია რომ რაღაცაზე ფიქრობ და მე რო ისო ფიქრობ რომ მოდი აბა კიდე და რო იცი რომ მკვდარცხენს ცდილობ რომ გააჭენო რა და მაინც რო ცდილობ რომ გააჭენო და აჭენო ხოდა აი ეგ მაგას მოვrჩი მე მგონი მკვდარცხენის ანუ ჩემ თავს აღარ მოვატყუებ, რაც ყველაზე მთავარია და აღარ მივცემ იმ იმედებს, რაც რეალურად, რავი, მე ჩემთვისვე იყო ცუდი გრძელვადიან პერსპექტივაში. ეხლა ვერ მივხვდებით რაზე ვსაუბრობ, მაგრამ მე დროთა განმავლობაში ჩემი ცხოვრება ამ ყველაფერს რომ მოიტანს, მე მივხვდებით ვინც ახლა ჩემთან ხართ და სულ ჩემთან ხართ ეგ კატეგორია რა. ხოდა მოკლედ ძალიან ესეთი პერიოდი მქონდა რაღაც არაერთ მნიშვნელოვანი უცნაური ჯერ სხვა რამეზე ღელვით დაიწყო, მერე სხვა რაღაცაზე ღელვაში გადავიდა და ბოლოს სხვა რაღაცამდე მივიდა. ანუ აი როგორც კი წარმოიდგენ რა, თითქოს და რო არ არის დაკავშირებული, მაგრამ სინამდვილეში რო ძალიან დაკავშირებულია. ხოდა ანუ რეალურად გუშინ წინ, აი ძალიან მიჭირდა. ძალიან ცუდად გრძნობდი თავს, აი ისე რომ კამერა ვერ ჩავშთე. ძალიან მიყვარს ხო იცით თქვენთან საუბარი, ძალიან მიყვარს გადაღება, ძალიან მიყვარს გაზიარება, მაგრამ არ მინდოდა არაფერი და არც ეგ. ხო და დღეს უკვე მასე არ არის, იმიტომ რომ დავრჩი ჩემ თავთან და იცით რა არის გოგოებო? იცით რა არის გოგოშკებო? ტკივილი რეალურად არ არის ხოლმე ის, რაც უნდა გავექცეთ.
ტკივილი არ არის რეალურად რაღაცა ცუდი. ჩვენს ვაღვიქოთ, რომ ტკივილი არის რაღაცა ცუდი, რომელსაც უნდა გავექცეთ, გავიყუჩოთ, თავი აბარიდოთ. არა. ზოგჯერ ის არის საუკეთესო მასწავლებელი. ანუ ჩვენ უნდა განვიცადოთ, მე ვარ სამგრძნობიარე ადამიანი და ბავშვობიდან მიმაჩვიეს, რომ ჩემი გრძნობების უნდა მეშინოდეს და უნდა განვიცადო. და სულ ვემალებოდი, ვთრგუნავდი და ეხლა აღარ ვემალები, აღარ ვთრგუნავ, აღარ ვიყუჩებ საჭმლით და სხვა რაღაცებით და ამიტომ მიწევს, რომ პირისპირ შევეჯახო და შევეჩეხო რეალობას, ტკივილს. და რეალურად, როცა ამ ტკივილს არ გაურბიხარ, ის გასწავლის, რაც უნდა ისწავლო და მერე გადის. და თუ არა და თითქოს რაღაცა მომენტში ისეთი აუტალად ტკივნეული არ არის, მაგრამ არ გადის. ანუ აი სუქტკივა რა აფანურად და იმდენად ცუდად ხარ, რომ ჯობია რომ რაც უფრო მგრძნობიარე ხარ, მით უფრო ღრმად გაიცი და მით უფრო მტკივნეულია, მაგრამ რაც უფრო მგრძნობიარე ხარ, მით უფრო მეტად გჭირდება კონტაქტი. ანუ აი შენ თავთან რა. აი მაგალითად როგორი რაღაცა იციო, თუ ფიზიკურად ძლიერი ხარ და სპორტი არის საშენო, ხო? გჭირდება შენს ორგანიზმში გჭირდება ფიზიკური აქტივობა. აქაც ეგრეა. რომ თუ შენ ღრმა ადამიანი ხარ, შენ გჭირდება გრძნობები, ანუ შენ განიცადო ღრმა გრძნობები. შენ უფრო კარგად არ იქნები თუ ამას დათრგუნო. შეიძლება ვიღაცა იყოს კარგად, უფრო კარგად. კიდე ამ დღეებში მქონდა გამოცდილება, რომელსაც მთლიანად არ გავაზიარებ, რატო იყო და როგორ იყო, მაგრამ ვიტყვი, რომ ამერიდებინა ეს ჩემი ტკივილი, ეს იყო გამოცდილება, რომ ჩამეკეტა კარი ამ ტკივილთან და რეალურად ცუდად ყოფნა რჩება, ტკივილი აღარ არის. ანუ ცუდად ხარ და თითქოს არც იცი ცუდად რატო ხარ და ყველაზე საშინელება არის. მიჩვენე მტკიოდეს და ვიცოდე რა მტკიო და რატო ვარ ცუდად, ვიჭერ ცუდად ვიყო და არ ვიცოდე ცუდად რატო ვარ. ხო, ეხლა მჭირებს მოვიშორებ. რეალურად იყო არასწორი. და გადაწყვეტილებასაც ვერ ვიღებდი, აი ყოველთვის რომ ვიცი ხომ რა არის სწორი. თითქოს ეგეც არ ვიცოდი და მოკლედ ძალიან ცუდი იყო. და გაიარა მაგან. მოვიხსნე ამას. არ მჭირდება. ჩემი ფრჩხილები მჭირდება ბუნებრივი. კი, ლამაზია, მაგრამ არ მჭირდება. ხო და ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, არ შეგეშინდეთ თქვენი გრძნობების და არ იფიქროთ, რომ ეს ცუდია, არ იფიქროთ, რომ ეს საშიშია, არ იფიქროთ, რომ ეს არასწორია. არა, ეს ალბათ ყველაზე სწორი რაღაცაა. იმიტომ რომ ჩვენი იდენტობა არის დაკავშირებული. ანუ რეალურად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხს განვიცდიდი ჩემთვის, რომ მეტი არ შეიძლება. და ძალიან რთული დღეები მქონდა. თქვენ არ იფიქროთ, რომ რო არ ვჩემ მთელი იანვარი ეგრე ვარ. არა, მთელი იანვარი ეგრე არა ვარ, პროსტა დაემთხვა. მეუბნებოდით, რომ აი რაღაცას გატყობთ რაღაცა, მაგრამ მაშინ არაფერი არ იყო. ეს არის იანვრის შუადან სადღაც რა, ესე, ბოლოსკენ. ეს თემა. ხო და მოკლედ მინდოდა, რომ მომინდა დღეს, როცა შევწელი გამკლავება, მე უკვე მომინდა, რომ მოვსულიყავი თქვენთან და გამეზიარებინა და ძალიან გამახარა ამის სურვილმა, ასევე მომინდა გარეთ გასვლა. აი, გუშინ მქონდა, გუშინ არა, გუშინ წინ გარეთ რო გავედი. მე ხო ძალიან მიყვარს ბუნება და რო გავდივარ ყოველ ჯერს. აი, სულელივით, ვიღაცებისთვის სულელივით, ანუ ვიხიბლები,
აი მთვარე როა, საღამო როა, საროა, ისეთ რაღაცებით, რაც მაგალითად ბევრი ადამიანის არაფერს არ ნიშნავს და სულ მიკვირდა, რომ აი რანაირად შეიძლება, რომ იყოს ადამიანი, ვისაც აი ეს არაფერს არ ნიშნავს. ხო და აი ამ დღეებში მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ გავიგე ეგ მაგ ადამიანებისა. ანუ დამეხურა ჩემი სიღრმეთი თქოს და ზედაპირზე დავრჩი და ზედაპირზე რომ ხარ რაღაცა ის ყველაფერი სულ ერთია და კი არა, არ მინდა. ჩემი ტკივილების რჩევია. დავიბრუნეთ. ой, რა მინდოდა ხა? კიდე ეს უნდა ჩემს ხილებს. ძლივს ამოვიყვანე. ეგეც ერთ-ერთი აი რთული პერიოდის დღეს გავიკეთე. მე აღარ მემეწებოდა რომ მომეხსნა. არა ძალიან კარგად კი გავიკეთე, მაგრამ როგორც ვთქვი, არ მჭირდება. ყოველთვის ძალიან მიყვარდა გრძელი ფრჩხილი, მაგრამ ეს აზიანებს ჩემს ნამდვილ ფრჩხილს და რაც მაქვს ის მქონდეს დაუზიანებელი. ხათმის ხორცი მინდა. მე მინდა მოხარშული. ჩემები არ ჭამენ მოხარშულს და ამიტომ ამათ ამათთვის შევწვა. ნახე, უკვე როგორია შეცვლილი ქვემოთ. ანა ისეთ კბილებო. აბა თქვენ როგორ ხართ? სანამ ჩვენ არ ვხვდებოდით, რა ხდებოდა თქვენ თავს? რას ვაკეთებდი? Breaking Bad-ის ყურება დავიწყე, როგორც გითხარით. პატარა ფრაგმენტებს ვიღებდი ვიდეოსაც, მაგრამ არ დამიმონტაჟებია და არ დამიჯია, ამიტომ არ ვიცი. გამოჩნდა თუ არა სადმე რო გითხარით Breaking Bad-ის ყურება დავიწყეთ, ხო? ერთ ნახევარ სეზონს, ანუ ერთ სეზონი მოვჭი და მეორე დავიწყე 2 დღეში. ეგრე ვარ ხოლმე, როცა ცუდად ვარ. სხვა არც ვიდეოს ვიღებდი, არაფერი არ მინდოდა. რასაც ვაკეთებ ხოლმე, რაც მიყვარს, ანუ ყველაფერი ძალიან მიწირდა. 10,000 ნაბიჯი, არ ვმეცადინეობდი. ვერ მინდოდა ჭამა, მინდოდა წოლა. ჯერ მინდოდა ჭამა, მერე საერთოდ გული მერეოდა ყველა საჭმელზე. მოკლედ სტანდარტული დიდი სტრესი რა. მე მიჯერა რომ ანუ ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ ვინმე დამამშვიდოს, ანუ ვინმე მომწეროს, ვინმე რა ხდება, საერთოდ არ მინდა არავისთან საუბარი იმაზე, ვინმე რა ხდება, რა თემას ეხება. უბრალოდ ჩემში არის და
ჩემი ცხოვრება იცვლება. ძალიან ცვლილებების წელი იქნება, სავარაუდოდ ეს წელი. ეგეთი შეგრძნება მაქვს. ნუ ჩემთვის. ხო და გადავწყვიტე, რომ შიშებს, პასუხისმგებლობებს და ამ შემდეგ ყველაფერს ჩავხედო ბოლომდე თვალებში და ავირჩიო ჩემი თავი. გავაკეთო სწორი არჩევანი. მე ხო ყოველთვის თქვენს მაგას გასწავლით. სწორი არჩევანი ყოველთვის იწყება საკუთარი თავის არჩევიდან. ეს არა ეგოიზმი. ეს არის თვითსურვილობა. შენ თუ ფეხზე არ იდგები, გაუჭირდება ძალიან იმ ადამიანებს, ვისაც შენი იმედი აქვს და ვინც შენს გარეშე ვთქვათ დამოუკიდებელ ჯერ ვერ გადარჩება. ანუ შენ შვილებს პირველ რიგში. ამიტომ ჩვენ როცა ჩვენ თავს არ ვირჩევთ, მაშინ ჩვენ შვილებსაც არ ვირჩევთ. მარტო ჩვენ თავს კი არ ვღალატობთ. იმათ, ვინც ჩვენზეა დამოკიდებული და ყველაზე უსუსული. აი მაგათაც ვღალატობთ. ამიტომ არ შეგეშინდეთ გოგოშკებო თქვენი თავის არჩევის დროს. იმიტომ რომ მართლა იგახსოვდეთ ჩემგან, რომ ეს საკუთარი თავის არჩევა ერთადერთი სწორი არჩევანია. ერთადერთი და მხოლოდ მაქედან იწყება ზრდა, განვითარება, შენი გზა, ცვლილებები, ყველაფერი. თუ არა და სიკვდილის დასაწყისი. აი ცოცხალი რო ხარ და თარო არ ხარ მაგის. შემდგომში ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მიზანი, პროექტი. ნუ ეგ იქამდეც მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერმა მომენტში თითქოს მნიშვნელობა დაკარგასავით. რაღაცა მოაწია ბონჩკამ საწოლში. ბონჩკა დღეს ადგას 3:30. ჩემი შვილები უკვე დიდები არიან და როცა ხედავენ, რომ ესეთი მომენტი მაქვს ხოლმე, ხელს არ მიშლიან და მეხმარებიან. ანუ თავის მოთხოვნებს არ მიმატებენ და ევასთან მეხმარებიან. სამი დღე სახში საჭმელი არ გამიკეთებია. ნუ სადილს გულისხმობ, რომ ეს ციბურა მოუხარშე და რამე, მაგრამ ხო ხდებით, სადილი არ გამიკეთებია. არავითარ ვქია. მეკითხებოდნენ და დღეს იქნება რამე. ციციბურა. გასაგებია, შეიწავდნენ კვერცხს. ციციბურას ჩააჭრიდნენ ყველს. და ასე. ეყარა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევწელი, რომ
ჯერჯერობით რასაც უყურებ სწორად გამეზარდა ანუ მარტო ბავშვობიდან ვერ იყო დიდობაში უნდა შეხედო მაგრამ ჯერჯერობით რასაც უყურებ მომწონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს ვინც არ უნდა რაც არ უნდა თქვას თხოვლებას დიდი მნიშვნელობა აქვს თითო რა ტიპია მაგრამ ოჯახსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ძალიან ლომის წილი როგორ მიხარია რომ ვიხსნი ნეტავი იცოდეთ აი ამის თავი არ მქონდა აი ესეთი გადაწყევეტილების მიღების თავი არ მქონდა იმდენად ენერგოდანახარჯიანი იყო ჩემთვის ის მდგომარეობა როგორც ვიყავი ესე წარმოიდგინეთ ამ უნივერსიტეტებზე რა ხდება ღმერთმა იცის 1000 ვერსია და ვარაუდი წავიკითხე გული მისკდება მე ყველაფერი კარგად იქნება აი ყოველთვის მაქვს მაგისი იმედი მე ყოველთვის რაც არ უნდა ხდებოდეს ჩემ ცხოვრებაში რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო ქვეყანაში მსოფლიოში მე ყოველთვის მაქვს იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება თქო სხვანაირად შეუძლებელი ცნაური ადამიანი ვარ ხო ადამიანთა უმეტესობა პირიქით არიან კარგად არიან და მაინც არ აქვს კარგად ყოფნის იმედი მე როცა ცუდად ვარ, როცა ყველაფერი ცუდად არის, მაშინ მაქვს იმედი. იმედი მაქვს, რომ ჩავაბარებ ქართულს, რუსულს, ბიოლოგიის მეშინი, იმიტომ რომ ბიოლოგია არ ვიცი. სწავლაც მიჭირს. მაგრამ GPT-ს ვიხმარებ და ეგ რო არა, შანსი არ მექნებოდა. ისე კარგად მიხსნის თან ჩემი ADHD ტვინისთვის. შესაბამისად ვახსნევინებ და აი ძალიან მიადვილდება. სკოლაშიც უნდა იყოს ესეთი ნეიროგანსხვავებული ტვინის მქონე ბავშვებისთვის სხვა სწავლების სტილი და გაცილებით უფრო ადვილად ისწავლიდნენ, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ნეიროტიპური, ანუ ჩვენ ენაზე ვთქვათ, ჩვეულებრივი ტვინის ბავშვები როგორ სწავლობენ, ჩემნაირი ტვინის ბავშვები ეგრევე სწავლობენ რა. აი ისევე როგორც მაგალითად ვისაც სპექტრი აქვს აუტიზმის, ანუ სხვანაირად მუშაობს მაგათი ტვინი, სხვანაირად სწავლობენ. და შესაფერისი ის უნდა მოუძებნო რა. აქაც ეგ არის. და იმდენად დიდი ხანია, რომ ეს ანუ ესე მასალა არ მისწავლე, ხა წამოვიდა 6 თვეში ბიოლოგიის მოსწრება, ხო? რომ რაღაც მომენტში იმენა ტვინი მიდუღდება ხო. და რაღაც მომენტში კიდე ის მემართება ეგეც ADHD-სა, რომ აი ხელს ვარ კიდებ, იმიტომ რომ ძალიან რთულია შენთვის. მე ვფიქრობ ხოლმე ვერ ჩავაბარებ. რაც მინდოდა, სად ვფიქრობ ხოლმე. ვფიქრობ ხოლმე რომ მომავალ წელს ჩავაბარებ მაშინ. მაგრამ ვფიქრობ უნდა ვეცადო რომ ამ წელს ჩავაბარო. იმიტომ რომ ისედაც ბევრი წელი მაქვს დაკარგული და თან კიდე რაც ცვლილებებს შემოიტანენ ღმერთმა იცის და
ამ პროგრამით რო ვისწავლი, ბარემ ჩავაბარო. ფაკულტეტებზე რა იქნება, არ ვიცი. ანუ ილია უნის ექნება მაგალითად კიდევ თუ აღარ ექნება ისა ფსიქოლოგია წელს. თუ ახლა ექნება, მე რა მოხდება და რა ვიცი მოკლედ. რა კაი უხარნენი ამას რო იხსნე ყოჩა. ყოჩა რო ისიც არ გაიკეთე და ესეც მოიხსენე ესე. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია და ძალიან მოგწონს, აი ეს შეიძლება სწორია შენთვის. ვამაყობ შენით. საერთოდ ჩემი შინაგანი მშობელი. მიშა წყალი ფრხილები. ჯერ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან და უკვე ეს ახალი დავაკარისე. არა უშავრა. ყველა უშვებს შეცდომებს. თავარია რამდენ სწრაფად აღიარებ და გამოასწორებ. მან განისაზღვრება პროგრესი. სახედე ხომეთობა. ყოველთვის მეტყობა ხომ მე სახედე რომ აი ცუდად ვიყავი. ნუ, არ ვიცი რა თქვა ვერ შემამჩნევ, მაგრამ მე ვამჩნევ ჩემთვის. თუმცა მგონია რომ თქვენ სამჩნევთ. ჩამში, ამ სამყაროში ყველაფერი ისე ხომ როგორც უნდა იყოს, პროცესა დრო ალაგებს ყველაფერს. დრო და ცხოვრება ყველაფერს ალაგებს და თავის სახელს არქმევს. ამაზე დეტალურად არ ვისაუბრებ. გარკვეულ დრომდე. სანამ არ მოვა მაგის დრო. აი ეს ყველაფერს თავის დრო რო აქვს. აი ეს ორი ფრთხილია, სორი. ad მტკიოდა. ოღონდ როგორ იცი, აი სიმძიმეს რო გრძნობ რა, თავიდან რო გავიკეთე. მაშინაც მტკიოდა სუპირველად რო გავიკეთე თამთასთან. იცი ისო ეგო თავიდან და მე მიეჩვევიო. და მართლაც ეგრე იყო. და ეხაც რამდენი ხანია უკვე მოვიხსენი, 1-2 თვე ხო იქნება. ახალი წლის წინა მოვიხსენი. დეკემბერში არ მქონდა. გონი ოქტომბერშიც არ მქონდა, ზუსტად არ მახსოვს იმას რო გითხრათ. ხო და ისა დრო გავიდა ეთყობა რა და ჩემ ფრთხილებს ისევ ეუცხოა, ისევ არ მოეწონა. და შიგადაშიგაც მქონდა ხოლმე, აი რომ მქონდა ეს გრძელი ფრთხილი, ზოგჯერ მინდოდა ხამე, რომ აი წარმოვხტარიყავი და მომეხსნა. ხა იმას რომ მოვიხსნე. ბავშვი გარეთ უნდა წავიყვანო, ისიც კაია მინდია. ეს თბილა კიდევაც. აი.
შეიძლება. ისე უხდი ბოდიშს შეგონება. მაგრამ მართლა არ არის კაი ჩემთვის. არ ვიცი, სხვებისთვის, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად. ასე.